პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს ხდომა კახეთში შეხვედრას, რომელსაც კოლეჯი AIS-ის კაჭრეთის ფილიალმა უმასპინძლა, საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ხელმძღვანელობდა. განიხილეს პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები და დაგეგმილი პროექტები. ხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო თემებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. ამ შეხვედრამ უკვე მიიღო ტრადიციული ხასიათი, სამინისტროს ინიციატივით შექმნილ იქნა სპეციალური საბჭო, რომელიც აერთიანებს ყველა ამ პროფესიული სასწავლებლის ხელმძღვანელს და ჩვენ ყოველთვიურ რეჟიმში ვიხილავთ იმ საკითხებს, რომელიც მათ წინაშე დგას, როგორც გარკვეული გამოწვევა, ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკული ხასიათის თვალსაზრისით. მართლაც მისასალმებელია ის გარემოება, რომ ამ პროფესიული სასწავლებლების ძალიან აქტიური და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის შედეგად გაიზარდა კოლეჯების პოპულარიზაცია, გაიზარდა მომართვიანობა და რისი დასტურიცაა სექტემბერში გამოცხადებულ 17,000 პოზიციაზე 24,000-მდე განაცხადის მიღება, რაც უპრეცედენტო არის პროფესიული სასწავლებლების ისტორიაში. თუმცა ჩვენ მიზანი გვაქვს, რომ ეს იყოს მზარდი, უფრო მეტ დაინტერესებულ პირს შეეძლოს სხვადასხვა პროფესიის დაუფლება, განსაკუთრებით იმ პროფესიებისა, რომელიც ბაზარზე მოთხოვნადია და ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას.